7 თუ 8 აგვისტო ისევ შეფასებების თემა რატომ შეიცვალა ყოფილი ხელისუფლების და ოპოზიციის წევრების მხრიდან 2008 წლის ომის დაწყების თარიღი. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ომის დაწყების თარიღად 2013 წლამდე 8 აგვისტოს მიჩნევდა, უკვე რამდენიმე წელი ომის დაწყების დღეს 7 აგვისტოს აცხადებს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს სწორედ დღეს მიაგებს. რატომ შეცვალა წლების შემდეგ შეიცვალა პოზიცია ნაციონალურმა მოძრაობამ? მართველი პარტია ყოფილ ხელისუფლებას ვიდეო არქივს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების სასარგებლო რეზოლუციის ხელმოწერას და წლების წინ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ 402 დადგენილებას ახსენებს. ჩვენი საზოგადოება აკვირდება, რომ წლების მანძილზე ეს თარიღი მათი მხრიდან აღინიშნებოდა დღევანდელ დღეს, შეიცვალა და გაურკვეველი ვითარებით, რომ მათ შესვალეს ეს თარიღი და 7 აგვისტოს აღნიშნავენ. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი, ჩემო ძვირფასებო, საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ ჩვენ და სამწუხაროდ იმ ავბეთი დღეებში 18 წლის წინ ჩვენს სახელმწიფოს მართავდა სრულიად უსუსური ხელისუფლება, რომლებმაც ვერ შეძლეს რომ აერიდებინათ საომარი ვითარება და არ მოხდარიყო ის ტრაგედია, რაც მოხდა. ეს არის მათი პირადი პასუხისმგებლობა. ხელისუფლების დროს სწორედ ყველა საერთაშორისო ფორმატში, ინსტიტუციებში, ეს იყო სტრასბურგი, ჰააგა, ყველა ასე ვთქვათ, დავა იყო საჩვენოდ გადაწყვეტილი. ყველა დავაში ჩვენმა სახელმწიფომ გაიმარჯვა და ყველგან დამტკიცდა, რომ ის ქვეყანა არის ოკუპანტი და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს. 7-ში თუ შემოვიდა რუსეთის ჯარი 8 აგვისტოს. არა, 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი, როდესაც შესაბამისი განცხადება გააკეთა მაშინდელმა პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტმა, შემოვიდა ჯარი და 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო ომი. და 7 აგვისტოს რაც მოხდა, ეს იყო ის, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი და მე ხელი მოაწერა რეზოლუცია, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადავიდა სწორედ ამ ფაქტის შემდეგ, როდესაც სააკაშვილის სისხლიანმა რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი.